საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით პროტესტი გზის ორივე მხარეს, წრიული მარში და სხვადასხვა ტიპის აქტივობები. ასეთი იყო გუშინდელი საღამო რუსთაველის გამზირზე. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია უკვე დაახლოებით 2 ღამეა აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს, მათ მოახდინეს ადაპტირება ამ რთულ მდგომარეობასა და სიტუაციაზეც და მოიფიქრეს ახალი მეთოდები, როგორ შეუქმნან დისკომფორტი. ბიძინა ივანიშვილის გუნდს ამბობენ, რომ გზის გადაკეტვას მთელი ამ დროის განმავლობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, თუმცა ასევე მკაფიო ხაზს უსვამენ იმასაც, რომ მთავარია პროტესტის უწყვეტობა და ის, რომ დაინახოს ქართულმა ოცნებამ, რამდენად მოტივირებულები არიან ისინი ამ პროცესში, რომ შეცვალონ საქართველოში არსებული ძალიან მძიმე და არადემოკრატიული ვითარება. ამბობენ იმასაც, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში, მათ შორის დღესაც გააგრძელებენ პროტესტს, კვლავ გამოვლენ დედაქალაქის მთავარ გამზირზე და ასევე გვპირდებიან და გვიანონსებენ იმასაც, რომ ეს დღეები იქნება მრავალფეროვანი პროტესტის თვალსაზრისით. ამბობი კიდევაც, რომ ესე ტრაგიკულად არ უნდა აღვიქვათ, თუ ერთვენიერ დღეს ვეღარ გადავკეტავთ რუსთაველს, იმიტომ რომ ეს არ ნიშნავს, ეს არის სიმბოლური აქტი, გასაგებია და სწორედ იმიტომ რომ სიმბოლურია, თუ ის ვერ შედგა, ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი დამთავრდა. არა უშავს ჩვენ მოვიფიქრებთ მაინც გამოსავალს, რაც უნდა ბევრი პოლიციელი ჩააყენო. მთავარი არა ქუჩის გადაკეტვა, არამედ მოქალაქეები, რომლებიც უწყვეტად დგანან რუსთაველზე. ხალხის რაოდენობაც არის იმის მაჩვენებელი, რომ პროტესტი არ შეჩერდება და ის ნახავს აუცილებლად იმ სხვა მიმართულებას, მათ შორის, რაც საბოლოო ჯამში ამ რეჟიმს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათი რეპრესიები არ არის იმ მასშტაბის, რაც ქართველი ხალხის წინააღმდეგობას შეაჩერებს. ჩვენი მთავარი მოთხოვნები არის და ჩვენი მთავარი მოტივი არის, რომ ქვეყანა ერთხელ და საუდამო დაუბრუნოთ იმ ევროპულ რელსებს, რომელიც ამ ქვეყანას ეკუთვნის, იმიტომ რომ ამ ქვეყნის მიზანი ყოველთვის იყო დასავლეთი და დასავლური ცივილიზაცია, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებით ვიზრდებოდით და ვზდიდით მომავალ თაობებზე. ივანიშვილის რუსული მთავრობა ვერა და ვერ შეძლებს ეს ქვეყანა საბოლოოდ გაარუსოს. ეს რო ცალსახად ძალადობრივი სისტემა, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაგვიპირისპირა, ამაში ორი აზრი არ არსებობს. რაც შეეხება ჩვენს ინტენსივობას 4 ოქტომბრის შემდეგ ჩართულობაზე, მე ვიყავი მათ შორის ერთ-ერთი პირველი ადამიანი ჩემს მეგობრებთან ერთად, რომელიც პირდაპირ ეთერში გზაზე გადავიდა, ხო? ეს არის ის პროცესი, როცა ეუბნები ხელისუფლებას, რომ მეუბნები ამას გავაკეთებ საპირისპიროს. ეწინააღმდეგებით ამ რუსულ კანონებს, რომელიც მე საერთოდ არ მინდა, იმიტომ მზარავს ამათი რუსული კანონი. მე მინდა ახალგაზრდები მომავალი კაი კონდეს, სკოლა, ჯანდაცვა, ყველაფერი რო იყოს ნორმალური, თუნდაც პენსიონერებს ყიდა ანაზღაურება. ეს დაჭერა ნამდვილად არ შემაშიებს, ნუ როგორც პოლიცია ეძახის კანდიდატება, მაგრამ მე კანდიდატებას ვერ დავუწოდებ ამას. ბრძოლას ვაგრძელებ თავისთავად. ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე, ასე აფასებენ აქციის მონაწილეები დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე პროტესტს. დღესაც გამოვლენ რუსთაველის გამზირზე. გარდა ამისა, დაანონსებულია საავტომობილო წრიული მარში და აქცია საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და მკაფიო მკვეთრი ხაზი ესმევა ერთ კონკრეტულ იდეას იმასთან დაკავშირებით, რომ მთავარია პროტესტი იყოს უწყვეტი და რომ ქართული ოცნების პოლიცია ვერცერთ ადამიანს ვერ შეაშინებს, მანამ სანამ იდეა არის ძლიერი და რომ იდეა უკავშირდება ქართული ოცნების დამარცხებას. ამბობენ, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილს მიტაცებული აქვს ხელისუფლება, იქამდე გაგრძელდება მათი ბრძოლა. ამიტომ დღესაც ელოდებიან ყველას რუსთაველის გამზირზე საღამოს 8 საათიდან იმისთვის, რათა მრავალფეროვანი პროტესტი დაანახონ ქართულ ოცნებას. პირდაპირ ეთერში ხატია სამხარაძე საუბრობდა.